დღესაც უნდა ზურაბიშვილზე მოკლედ ვისაუბრო, იმიტომ რომ აქტუალურია დღეს და რაღაც ზურაბიშვილი ტრამპთან ინაუგურაციაზე, ზურაბიშვილი მაკრონთან ერთად სურათებს დებს და აი ზურაბიშვილი მოკლედ და ეს ზურაბიშვილია, რომელსაც ცოტა ხნის წინ გვარამია და ოპოზიციის წარმომადგენლები აგინებდნენ და პუტინის გამოგზავნილ კაკებეშნიკ ყალექალას ეძახდნენ და აი დღეს ეგ ყალექალა გახდა ამ ოპოზიციის ერთობის სიმბოლო და აი მაგის გარშემო ერთიანდებიან და ეგ არის მაგათი თავი და ბოლოც. ვინ არის ზურაბიშვილი სინამდვილეში და რას წარმოადგენს? ზურაბიშვილი არის თავიდან ბოლომდე ფრანგი ქალბატონი, რომელიც დაიბადა საფრანგეთში, გაიზარდა საფრანგეთში და გაჟღენთილია თავიდან ბოლომდე აი ამ ფრანგობით და ასევე საფრანგეთის სპეცსამსახურების გამოზრდილი გახლავთ. ამას ეხლა რო ვიძახი მე არ ვიგონებ და აგერ ავხსნი და ვიტყვი რატო ვიძახი. ზურაბიშვილი წლების განმავლობაში მსახურობდა საფრანგეთის დიპლომატიურ სამსახურში და დიპლომატიური საქმიანობით იყო დაკავებული. მთელი თავისი პოლიტიკური საქმიანობა და მოღვაწეობა იყო ეგ და საფრანგეთშიც იყო ელჩი თუ არ ვცდები რომელიღაც ქვეყანაში. როცა შევიდა მაგ სამსახურში და დაიწყო ეგ საქმიანობა, ზურაბიშვილმა ფიცი დადო საფრანგეთის სახელმწიფოს წინაშე და ხელი აქვს ფიცზე მოწერილი და ეს ფიცი არის ის რომ ზურაბიშვილი ფიცავს და ხელსაწერს და რავი თავსდებს იმაზე რომ გაატარებს საფრანგეთის სახელმწიფოს ინტერესებს მთელი თავისი ცხოვრება და კარიერა სადაც არ უნდა იყოს იქნება სომალიში იქნება საქართველოში თუ მოსკოვში ყველგან უნდა იყოს საფრანგეთის სახელმწიფოს ინტერესების მსახური. აი მაგ ფიცზე აქვს ხელი მოწერილი ამ ქალბატონს და ზოგადად ცნობილია და რავი ყველა მიცის ალბათ რომ საელჩოები არის სავსე ყოველთვის აი ამ სპეცსამსახურების თანამშრომლებით და საელჩოების მოკლედ საელჩოების გზით და აი ამ დიპლომატიური არხების გზით ხდება სწორედ ამ სპეცსამსახურების ინტერესების გატარება და დავალებების და საკმაოდ რთული, სერიოზული და მნიშვნელოვანი საქმეა და პროცესი. და ეგრეა მოწყობილი, მიღებულია მსოფლიოში ეგ წესი და ყველა სახელმწიფოს ყავს თავის ძლიერ სახელმწიფოებს მით უმეტეს თავისი სპეცსამსახურები, რომლებსაც სხვა ქვეყნებში ამუშავებენ და აი ამ დიპლომატებად აგზავნიან და ელჩებად, ელჩის მოადგილეებად, იქ რაღაც სამსახურების უფროსებად და არასამთავრობოებად და 1000 ჯანდაბად. ხო და აი ეგ ქალბატონი არის სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მაგ საქმიანობით არის მთელი თავის ცხოვრება დაკავებული. ზურაბიშვილმა ნიღაბი მაშინ მოიხსნა და მაშინ ჩაისვარა საქართველოს წინაშე და ქართველების წინაშე, როცა 1992 წელს ღია წერილებს წერდა, რომ თურმე აქ რო სამოქალაქო ომი იყო და ქართველები ერთმანეთს ხოცავდით, ზურაბიშვილი მაგას აფასებდა როგორც დემოკრატიის ზეიმად და ფაქტია მაგისი და არ ვიგონებ ამას და არ მელანდება არაფერი. გაზეთებში ღია წერილებს წერდა და ზვიადგამსახურდიას ხელისუფლება რო დაამხეს, ეს მართლა ყალექალა წერდა, რომ დემოკრატიულმა ძალებმაო დაამხესო ზვიადგამსახურდიას დიქტატორული რეჟიმიო და საქართველოში დემოკრატია მიზეიმაო და ქართველები თავის გმირებს უნდა იცნობდნენო და ესენი არიან სიგუაო კიტოვანი და იოსელიანი და გამსახურდიას დიქტატორს ეძახდა ეს დედამოწყნული ესა და დღესაც ხო ხედავთ იგივეს იმეორებს ზუსტად რასაც მაშინ მიადგა ეხა ბიძინას ეძახის იმიტომ რომ ვერ შევიდა ბიძინა იმ ქვეყნების ინტერესში რომელ ქვეყნების ინტერესაც ეს ყლექალა იცავს და ატარებს და ემსახურება აი მაგაზე ჩვენ ქართველებმა ზურაბიშვილს რო არ შევაფურთხეთ სახეში და რო პასუხი არ მოვთხოვეთ აი იმაზე რომ რას ეძახდა დემოკრატიას და რას უკრავდა ტაჟს და აი რატო არ ვეკითხებით ეხა ერთი დღეს ახსნას ეგ თავისი მაშინდელი დამოკიდებულება და ეს წერილები და განცხადებები
რას ეძახდა დემოკრატიას და ვინებს ეძახდა გმირებს და დღესაც თუ ეგრე ფიქრობს, ეგ დედამოწყნული, ეგ როგორ არ თქვა. ეგ არის ზურაბიშვილი და აი ეგეთებით არის მთელი ქართული პოლიტიკა გავსებული. ჩვენი პოლიტიკა არის სავსე უცხო ქვეყნების აგენტებით, ამ ნაბოზრებით და ყველა ვიღაცის მსახურია, ყველა ვიღაცის ინტერესებს ატარებს. ეს პოლიტიკა აქეთ არასამთავრობოები სავსე გავსებული და არ დატოვეს პოლიტიკაში პატრიოტების ადგილი. პატრიოტი ქართველი საქართველოსთვის როგორი უძგერთ ისეთი პოლიტიკოსებს კლავენ ამ ქვეყანაში. ილია მოგვიკლეს, რა ვიცი მე, კოსტავა მოგვიკლეს, გამსახურდია მოგვიკლეს, გურამშარაძე გულში დააკლეს საქართველოს თბილისში, რაგერ მოკლეს, ხო? რა ვიცი, კიდე ვინ თქვა, ლევან ვასაძე მოწამლეს, ეხლა ვის მოწონს, ვის არ მოწონს, პატრიოტულ მოტივებზე და რა ვიცი, საქართველოსთვის, აი ეგრე მაგასაწვება ეგ კაცი მოწამლეს კლავდნენ. აგერ ლევან პირველი მოწამეს ამ დედამოწყნულებმა და აცხონოს ღმერთმა და როგორც არის მოკლედ. ამ ქვეყანაში პატრიოტებს არ ახარებენ და აი ამ ნაბოზრებს აგულავებენ რა ზურაბიშვილებს, მელიებს, ხოშტარიებს და აი ხოშტარიას მამაც მონაწილეა აი 90-იანებში დედის წნის და შვილიც ეგეთი გამოზარდა რომ უნდა რომ ეხა შვილმა გაიმეოროს ის მამის მიქარვა რაც ამ ქვეყანასთან მიქარა ხოშტარიას მამა. ამიტომ რომ აი ეს ნაგავი არ მოშორდება და ჩვენს ამ ქაოსში ვიქნებით. ეს არის ხალხი ვინც ხელს უშლის ქართველების ერთობას. ქართველების ერთობა არ აწყობს არავის ძმებო ქართველების გარდა. უნდა აი დარწმუნებული ვარ რომ ბევრი განათლებული პატრიოტი და რავი ჭკვიანი კაცი და ხალი და გოგო და ბიჭი არის გულანთებული ამ ქვეყნისთვის და აი უნდა კომპლექსები მოიხსნან ყველამ და უნდა გაიყონ ვალდებულება თუ ეს ქვეყანა გიყვართ თუ საქართველოსთვის გული გიძგერთ უნდა გაიყოთ ეგ თქვენ თავზე პასუხისმგებლობა და გამოხვიდეთ და უნდა ეს საქართველოს პოლიტიკაში უნდა გამოჩნდნენ პოლიტიკოსები და ქართველები და ქართული პოლიტიკა უნდა იყოს ამ ქვეყანაში და არა ვიღაცების აგენტებით გავსებული. მე გირჩი 36 იმი რო არა პარტია ხვიჩია მეგრელიშვილი და ეკამანდაროა მაგ ადამიანებს არ შეშლიათ საქართველოს წინაშე და არ გადაუდიათ ის ნავიჯი რომ რამე მიქარვა ქონდეთ და ტალახში ნაგორავები არ არიან აი ეგეთი ადამიანები უნდა გამოჩნდნენ ალტინფოს ბიჭები რო არიან არც ეგენი არ არიან ის ხალხი ვინც საქართველოსთან ჩაისვარა ან რამე ისეთი ნაბიჯი გადადგა რომ ამ ქვეყანას ზიანი მოუტანა და რაღაცა ბევრი უნდა გამოჩნდეს, ყველა უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა თქვენ თავზე და აი საქართველოსთვის მოხდეს ქართველების ერთობა და პატრიოტულმა ძალებმა აიღონ პასუხისმგებლობა, რომ ამ ქვეყანას მიხედონ და უპატრონონ და აი ეს ნაბოზრებით როა გავსებული ამ აგენტებით, აი ეს აგენტების ადგილი აღარ დატოვონ ამ პოლიტიკაში. უნდა გამოჩნდეს ესეთი ძალები. ამ ძალების გამოჩენას ხელს უშლის ოპოზიცია და თუ კი ვინმე რაღაცა სადმე რამე ტალახს ესვრიან ეგრევე ეს დედამოწყნულები როგორც აი ხვიჩიას და მეგრელიშვილს ესროდნენ ხო რომ რახესროც ვერა ადგნენ ტალახი ესროლეს რაღაცეებს აბრალებდნენ რომ აი ბიძინასთან ბიძინა კიდე ის ოცნება იქიდან რაღაცეებს და ორივე მხრიდან ცდილობდნენ გაეშავებინათ ეგეთ ტიპებს ერჩიან და ებრძვიან პატრიოტებს ჩამოთვალე რასაც უშვებიან კლავენ ამ ქვეყანაში მაგრამ ყველა ის დროა რომ საქართველოს უნდა გადარჩენა და ქართველებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა რომ ამ ქვეყანაზე და ვიღაცებს არ უნდა ქონდეთ ამ ქვეყანაზე პასუხისმგებლობა აღებული ეგეთი საქართველოს ჩვენ არ გვინდა ჩვენ გვინდა დედასამშობლო და არა ვიღაცა პრასტიტუტკა რომ ხან ვიღაცის მონა იყოს და ვასალი და ვიღაცას ყავდეს საკუზული ხან რუსეთს ხან ნატოს ხან ევროპას და ხან ვიღაცას ვინც საქართველოს აი ეგრე უყურებს როგორც მეძავს მაყველას დედამოყან და აი ეგეთებით არის სავსე ქართული პოლიტიკა და უნდა გამოჩნდნენ ძალები პატრიოტული ძალები ქართველები სუფთა ხალხი ვინც აი ამ ნაბოზრებს
ჩაანაცვლებს პოლიტიკაში და ამათი ადგილი რო აღარ დარჩეს და აი როგორ დამთავრდეს ამ ქვეყანაში ეს რაღაცა აგენტომანია და დედისტყნა და ხან იმის ინტერესის გატარება, ხან ამის და სუქართველების დაპირისპირება და ქაოსი ამ ქვეყანაში. უნდა დავამთავროთ ეს და აი მაშინ დაიწყება ამ ქვეყნის, არ ვიცი, შენობაც, წინსვლაც და გაძლიერებაც. თუ ემოციებისთვის ბოდიშს ვიხდი, იმიტომ რომ ძალიან გაბრაზებული ვარ რაღაცაზე. ამას მე სხვა დროს ამაზე ვიტყვი. მაგრამ რისი თქმაც მინდოდა, აი ახლა გულიანად თქვი და აი ეგ არის ჩვენი ხსნა, რაც თქვი და ეგენი არიან ეს ნაბოზრები, ვინც არიან ეს ოპოზიციები და ზურაბიშვილები და ყველა ვაფშე.